გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ალექსანდრე ტაბატაძე. საუბარი 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს მშენებლობასა და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღესვე გამოიკითხება კახი კახიშვილი. ანა ბროლაძე პროკურატურასთან მუშაობს, ის ახლა შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში. ისგან გავიგებთ თუ რა ხდება ამ დროისთვის, ხომ არ გამოსულა საგამოძიებო უწყებიდან და გამოძიების შესახებ რა ინფორმაციას მოგვაწვდეთ. ალექსანდრე ტაბატაძეს ჯერ არ დაუტოვებია პროკურატურა 2 საათზე მეტია, რაც ის პასუხობს პროკურორის შეკითხვებს და მიმდინარეობს გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში. მან უნდა დატოვოს ალბათ უახლოეს წუთებში პროკურატურა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი ვახტანგ გომელაური, როდესაც შაბათს პასუხობდა ასევე გამოძიების ფარგლებში შეკითხვებს და იმყოფებოდა გამოკითხვაზე, დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა მისი გამოკითხვა და ის პასუხობდა ასევე გამომძიებლის შეკითხვებს. შესაბამისად არის ლოგიკური მოლოდინი, რომ ყოფილი ხელმძღვანელის მსგავსად დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ალექსანდრე ტაბატაძის გამოკითხვაც. ის მცირედი კომენტარი შემოიფარგლა, ვიდრე შევიდოდა საგამოძიებო უწყებაში, უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის კითხვას, რატომ გახდა აქტუალური 2009 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილების საკითხზე. ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ახლა და მისგან მივიღეთ პასუხი, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს თემა არის ყოველთვის აქტუალური და რელევანტური. მოკლედ ის ამბობს, რომ ბევრ ინფორმაციას უშუალოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე რა ინფორმაციას ფლობდა სუსი, ვერც ახლა ვერ მიაწვდის მედიის წარმომადგენლებს, თუმცა მან მოგვცა პირობა, რომ როდესაც დატოვებს საგამოძიებო უწყებას, უფრო ვრცლად და ამომწურავად უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. რა თქმა უნდა, ქონდა რეაქცია, მაგრამ ამას ახლა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, ამას ჩვენ საჯაროდ ვერ ვიტყოდით, საჯაროდ ვერც დღეს გეტყვით. იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამ ხელისუფლების პერიოდში 2 საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექნებოდა. ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის ზარდიანტკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან შეთანხმებული, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული და იქიდან ამის შემდეგ არანაირი პრობლემა და არა ერთი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწევულა. მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში. ანალოგიური განხორციელდა, სადაც ჩვენ ასევე მოვახდინეთ კოორდინაცია. ეს არის კომენტარი, რომელიც ალექსანდრე ტაბატაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც ამ თანამდებობას 2019 წელს იკავებდა, გააკეთა უშუალოდ პროკურატურაში შესვლამდე. საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით იძიებს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის ეპიზოდს. თავად პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში არის გაცხადებული, რომ გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის სტრულსაქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. ამ შემთხვევაში მთავარი შეკითხვები არსებობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ, ვინაიდან საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რასაც მაყურებელი თვალს ადევნებს პარლამენტში მიმდინარეობისას, გიორგი გახარია, როდესაც იყო დაბარებული გამოკითხვაზე, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იყო პრევენციული, რათა რუსებს, ოკუპანტებს არ მოეხდინათ დამატებითი ტერიტორიის ოკუპაცია და არც ერთი გოჯი მიწა ქვეყანას არ დაუკარგავს. შემდგომ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრის, რომელიც არის ჩორჩანიდან მოშორ 3 კილომეტრის მანძილზე დაშორებული სოფელი, მისი ჩვენება მოისმინა, ასე ვთქვათ, საგამოძიებო კომისიამ, რომელმაც განაცხადა, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ გლეხებს აღარ შეეძლოთ ჩორჩანას ტყით სარგებლობა და იქ საძოვრებზე საქონლის გაშვება, ისევე როგორც მაგალითად ჯონჯოლის საკრეფად წასვლა, ვინაიდან ეს ტერიტორია დაიკავეს ოკუპანტებმა. ახლა პროკურატურა ამ გამოძიების ფარგლებში ცდილობს იმის გარკვევას, რა მოხდა 2019 წელს, რატომ არ იყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილება, როგორც მართველი გუნდი ამბობს, შეთანხმებული სხვადასხვა უწყებებთან და სწორედ ამის გასარკვევად იყო თუ არა მაგალითად მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფორმირებული ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან მაშინდელი პრემიერის ადმინისტრაციის უფროს კახა კახიშვილს, თუმცა მანამდე, როგორც მოისმინა მაყურებელმა, ველოდებით, რომ ალექსანდრე ტაბატაძემ დატოვოს საგამოძიებო უწყება და
გვიპასუხოს ჟურნალისტებს შეკითხვებზე, რა ინფორმაცია მიაწოდა ამ შემთხვევაში პროკურატურას. მადლობა ანა. ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.